19 ივნისს ზელენსკიმ ულტიმატუმი წაუყენა ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომ ერთი კვირის განმავლობაში მოახდინოს რეტრანსლატორების დემონტაჟი, რომლებიც უკრაინულ ქალაქების წინააღმდეგ რუსული დრონების დარტყმების კორექტირებას ახდენენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას უკრაინა გააკეთებს. ზელენსკი აცხადებს, ბელორუსში რუსული დრონებისათვის რეტრანსლატორები გათიშეს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. არსებული ინფორმაციით, რომელიც მომაწოდა მთავარ სარდალმა, ასევე დაზვერვა, რომ 21 ივნისს შესაბამისმა რეტრანსლატორებმა ბელორუსიის ტერიტორიაზე მუშაობა შეწყვიტეს. მოახდინეს თუ არა მათი დემონტაჟი, მე სიმართლე გითხრათ ჯერ არ ვიცი, მაგრამ მუშაობთ იმაზე, ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ვითარებას და ყოველდღიურად ვიღებ ანგარიშებს. ფაქტია, რომ დღეისათვის რეტრანსლატორები არ მუშაობენ. როგორ ფიქრობ, შენ შეეშინდა ლუკაშენკოს და პუტინს შეეშინდა ორივეს და რეტრანსლატორები სასწრაფოდ გათიშეს. ოღონდ ეს ინფორმაცია არც ერთ მედიაში, არც ბელორუსულში, არც რუსულში არ არის. ხოლო უკრაინაში თვითონ ზელენსკი აცხელებს, რომ გათიშეს. ესე იგი, ესეთი გამოთქმა რომ თვითონ ქმნის პრობლემას, მე რომ გმირულად გადალახოს ის პრობლემა. აი თვითონ შექმნა რაღაცა და მე თვითონ გადალახებ, თვითონ გამოაცხადე, რომ აი всё, უკვე ტრამპის მოწაფეა. ტრამპი როქვის პრობლემაზე მე მეორე დღეს დილით რაღაცა სიტყვის პრობლემა, სამოს თვე ეს პრობლემა გადაწყვეტა. არა, პრობლემა არსებობდა. თვითონ გამოიგონებს რაღაცას. აი ეს არის რა. ამ დროს ლუკაშენკომ განაცხადა, თუ ვინმე გაბედავს ბელორუსზე თავდასხმას, ჩვენ ბირთვული დარტყმებით უპასუხებ. ბელორუსში რუსეთმა ბირთვული იარაღი განათავსა და ასევე იქ განალაგა. სასოლო სიშორის და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების, მათ შორის ორეჩნიკების კომპლექსიც. რისი დამოუკიდებლად გამოყენების უფლებაც რუსეთ-ბელორუსიის შეთანხმების საფუძველზე ლუკაშენკოსაც აქვს. ბელორუსზე თავდასხმის შემთხვევაში პუტინთან ერთად, თუმცა შეუძლია დამოუკიდებლადაც იმოქმედოს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე. და სწორედ ეს შეიძლება გახდეს ევროპისათვის საბედისწერო.